მოგესალმებით დიანა, მადლობა მოწვევისთვის. ერთი შემიძლია ცალსახად თქვა, ნიკა მელიასთან მიმართებით მართლმსაჯულება ყოველთვის ხორციელდება პოლიტიკური მიზანშეწონებებიდან გამომდინარე. მათ შორის გულისხმობ აი ორი წლის წინანდელი кейსის გაცოცხლებას და ხელახონულ გამოძიების დაწყებას და ასევე მოგეხსენებათ ჩვენ მართალია ხვალ პირველ საათზე არის ჩანიშნული საქალაქო სასამართლოში უკვე მესამე განაჩენს ველოდებით ნიკა მელიასთან მიმართებით ამ წელს მოსამართლის რაღაც შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით. რა გითხრათ დიანა, თქვენ ხომ ნებისმიერ ადამიანმა კარგად იცის, რომ პირდაპირ ეთერში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას 2 წელი არ სჭირდება და 2 საათში და 3 საათში შეიძლება დადგინდეს, მაშინ როდესაც ყველა მიცოდა პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, ის თვითონ ინტერვიუებს იძლეოდა შემდგომ ნიკას ვინც ნიკამს ასე ვთქვათ თავს დაესხა, რომ პოლიტიკური ნიშნით მოახდინა მასზე ძალადობა. თუმცა რა თქმა უნდა 2 წლის შემდგომ რაში დასჭირდა ეს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა ხა მე კითხვას ვერ დავიწყებ, თუმცა ჩემი თვალთახედვით აქ საუბარია გარკვეულწილად ცდილობს ბალანსი შექმნას ხელისუფლება, როგორც ნებისმიერ სხვა кейსში, ნიკა მელიასთან მიმართებითაც, ვითომ აი ქნით რაღაც ობიექტურ სურათს, რომ ანუ ხვალინდელი განაჩენის წინ თითქოს ასევე როგორც სჯით მელიას, ასევე სჯით მასზე თავდამსხმელს. დიახ, ვითომ ჩვენ მხოლოდ ნიკას კი არ ვდევნით. არამედ აი, როდესაც გამოძიების ასე ვთქვათ, მტკიცებულება გვაძლევს ხელს, აი ასევე ობიექტურად რატომ არ შეეძლო ჩამოიღო ეს საქმე თაროდან, მაგალითად სხვა სასჯელის წინ? ვერ გეტყვით დიანა, ნახეთ როგორ არის, მე კიდევ ერთხელ ცალსახად აღვნიშნავ, ნიკა მელიასთან მიმართებით ყველა ნაბიჯი მართლმსაჯულების განხორციელების თვალსაზრისით ხორციელდება პოლიტიკური მიზანშეწონებებიდან გამომდინარე. რატომ დასჭირდათ, რატომ გადაწყვიტეს? ფაქტია, რომ მიიღეს დავალება და 2 წლის წინანდელი საქმე გააცოცხლეს და 2 დღეში ჩაატარეს ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც შეიძლება 2 წლის წინ დაემთავრებინათ რამდენიმე საათის განმავლობაში, ხო? ეს რაღაცაში დაჭირდათ. ჩემი ღრმა რწმენით ეს არის, რომ ბალანსი შექმნან და რაღაცა აი საზოგადოების თვალში შეიქმნას აღქმა, რომ ობიექტურად ატარებს ხელისუფლება ყველა მიმართულებით, როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლო პროცესებს და არის მხოლოდ პოლიტიკური დევნა. ეს არის ეს თემა. რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, აქ გვაქვს შემდეგი მოცემულობა. არის რაღაცა ფრაზა, რომელიც გაისმა სხდომითა დარბაზში, რომელიც შემდგომ გახდა, ასე ვთქვათ, ოქმიდან ცნობილი. არის მოსამართლის მიმართებით რაღაც შეურაცხყოფელი სიტყვები გაჟღერებული დარბაზში, სიტყვა. გვაქვს ექსპერტიზა, რომელიც ვერ ადგენს, ვის მიერ არის წამოწყული. ეს ასე ვთქვათ ფრაზა და გამორიცხავს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით ასე ვთქვათ, ვერ დაადგინეს ეს რომ ნიკა მელია არის ასევე ვიდეო ჩანაწერი, რომ ამ დროს საერთოდ არ იმყოფება სასამართლო სხდომის დარბაზში და უამრავი ადამიანი და ეს პერიოდია, როდესაც უკვე დამთავრებულია სხდომა და უკვე გაყავთ პატიმარი და მეორე მხრივ არის ორი მოწვე, ყოფტებით, რომელიც ამბობენ საპირისპიროს. ეხლა აი ამ ფონზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, არ ვიცით ეხლა, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, მე დიდი მოლოდინი იმისა არ მაქვს, რომ კი ბატონო, გიორგი, მოდი ავწეროთ, ნიკა არ არის თქვი პოლიტიკური ლიდერია, მნიშვნელოვანია, როდის შეძლებს ის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნებას, ამიტომ მოდი ავწეროთ ეხლა რა საქმეებზე რა ბრალი აქვს ნიკას და ხვალინდელი სასჯელი, რომ იქნას ეს თქვათ გადაწყვეტილება მიღებული, თქვათ განაჩენი რომ დადგეს მის საქმეზე, ეს შთაინთქმება მაქსიმუმი როგორ არის და ასე შემდეგ. მოდი, ეხლა ვთქვათ ჯერ ასასჯელში. დღეს პატიმრობა რას უკავშირდება? ნიკა მოგეხსენებათ თავდაპირველად დააკავეს აი კომისიაზე მიუსრულებლობის კომისიაზე მიუსრულების გამო და ნიკ მიუსაჯეს სასჯელი, შემდგომ როდესაც უნდა გათავისუფლებულიყო კიდევ დაუმატეს წელიწადი და 6 თვე. წყლის შესხმის ეპიზოდთან დაკავშირებით მოსამართლესთან მიმართებით გახსოვთ ეს საქმეც. ხო, ანუ დარჩა 8 თვე დარჩა ამის შემდგომ მოხდა განაჩენთა ასე ვთქვათ შეკრებითობა და საბოლოო სასჯელის სახით განისაზღვრა სასჯელი, რომლითაც ნიკას სასჯელი გაზრდის 2026 წლის დეკემბერში, 22 დეკემბერს. ნიკასთან მიმართებით არის თაროზე შემოდებული ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე მორიგი, რომელიც იქაც კლასიკური მაგალითი იყო რა მოხდა, რომ მოსამართლე ყოველ მეორე დღეს პროცესები ჩანიშნა, უკანონოდ დახურა სასამართლოს სხდომა, ნახევარი ადვოკატები გააძევა, დანიშნა სახაზინო ადვოკატები და ამბობდა, რომ ეს საქმე უნდა დავამთავროთ და ასე ვთქვათ ძალიან მოწადინებულები იყვნენ და ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთეს. ამის შემდგომ რა მოხდა? მიიღეს სავარაუდოდ დავალება და
გადადეს განუსაზღვრელი ვადით და მოიმიზეზეს შვებულებები. მაშინ როდესაც ადვოკატის შვებულებას ითვალისწინებდნენ, არც ჩვენს მომზადებას, არც დასწრების შესაძლებლობას და გახსოვთ ეს პროცესები. ხო, სრულიად ოპოზიციურ სპექტრს რო ასამართლებენ იმ საქმეს გულისხმობ. იქ საბოტაჟის ბრალდება აქვს ნიკას და ეს საქმე, ასე ვთქვათ, ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, თაროზე არის შემოდებული, ელოდებიან, როდის გადაწყვეტს ხელისუფლებამ კვლავ გააქტივოს. კი ბატონო, რა შეიძლება იყოს სასჯელი ხვალ? ხვალინდელ სასჯელთან მიმართებაში გეტყვით, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ნახეთ, იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ კვლავ მორი წელიწადი და 6 უკაცრავად წელიწადი და 6 თვე არის იქნა გამოყენებული წყლის შესხმა ხომ სიტყვაზე უფრო მეტია, ამიტომ აქ ალბათ თუ რამე ნაკლებია რა? ესე დიანა, კრიტიკებულებს ვსაუბრობ ჩვენ და როდესაც ექსპერტიზა ამბობს, რომ ფრაზას ვერ ადგენს ნიკას წარმოთქმულია თუ არა და სხვა არაფერი კრიტიკებულება არა გარდა ორი მოწმისა, რომელიც მე რა თქმა უნდა არის დაინტერესებული მხარე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ მოწმენით. ამ შემთხვევაში თუ გადაწყვეტს მოსამართლე რომ მიუსაჯოს კვლავ და ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმასაც, დიანა, ნაკლები დანაშაულია და რომელიც ასე ვთქვათ ნიკამელია საზოგადოებაში პირია რომ ყოველ 3 თვეში ერთხელ პატიმრობას უმატებენ წელიწადს და 6 თვეს და 2 წელს. კი ბატონო, ანუ რეალურად გიორგი რეალურად ხვალ გავიგებთ დეკემბერში გამოდის თუ არა? ხვალ გავიგებთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რა ვიცი ხა მორიგ ჯერზე არ გამოიყენებენ ამას როგორც ასე ვთქვათ დაჟის ინსტრუმენტს და პატიმრობის გახანგრძლივების ინსტრუმენტად. სრულიად შესაძლებელი აქვს სასამართლოს რომ თუნდაც ჩათვალოს რომ რაღაცა აი მოწმეთა ჩვენებით ნიკამ ეს დანაშაული ჩაიდნენ ნაკლებადმე დანაშაულია პოლიტიკოსია საზოგადოების საშიშროებას არ წარმოადგენს და რეციდივისტები დადიან გარეთ. დიანა და ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობაც აქვს და სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობაც აქვს. ახლა თუ გადაწყვეტა რომ მორიგ ჯერზე გამოიყენო ნიკასთან მიმართებით რომ გაუხანგრძლივო პატიმრობა, ესეც არ იქნება ჩვენთვის ფაქტობრივად ასე ვთქვათ სიურპრიზი, მაგრამ იმედი მაქვს რომ ესე აშკარად არ მივლენ აქამდე. კითხავთ, მაგალითად ერთი წელი რომ მიუსაჯონ, შთაინთქმება, ანუ როგორ არის ახლა ეს მოსამართლეზე არის, ნახეთ როგორ არის. ანუ შთანთქმა ხდება თუ მიმატება ეს მოსამართლის გადაწყვეტილება? განაჩენთა ერთობლიობიდან გამომდინარე, მოსამართლეს ეს უკვე შემდგომში შეუძლია იმსჯელოს სასამართლომ, ეს დარჩენილი სასჯელის სრულად ნაწილობრივ შთანთქას დაუმატოს შეკრებითობა გამოიყენოს აი ამ ვინაიდან მოგეხსენებათ წინა ერთი უსაფუძვლოდ არის ნიკა მიცემული ასე ვთქვათ პასუხებაში და გასამართლებული არის სხვადასხვა დანაშაულებისთვის რეციდივთან მიმართებაში საუბრობ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ თავიდან ბოლომდე აქ არის შეუძლიათ ჯარიმა მისცენ, შეუძლიათ მისცენ სასჯელის სახით ასე ვთქვათ თავისუფლების სახვეთა თუმცა არ მოახდინონ ინდაგვარად სასჯელის შეკრება რომ ნიკას კვლავ გაუგრძელდეს და დეკემბრის შემდგომ კიდევ გაუგრძელდეს პატიმრობა, მაგრამ აქ არის ერთი რამ, რატომ რჩება დღემდე ნიკამელია პატიმრობაში, როდესაც რა ვიცი, აბსურდული ბრალდების ფონზე. მე ჩემი ღმერთწმენდი მგონია რომ დღესდღეობით დეფიციტია საზოგადოებაში ისეთი პოლიტიკოსების, რომლებსაც აქვთ საკმაოდ ახლო კავშირი უშუალოდ ხალხთან საზოგადოებასთან, ვისაც თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე გააჩნია ის ავტორიტეტი და ის ასე ვთქვათ პოლიტიკური უნარები, რომელთაც ახლო არის, აი ახლო კომუნიკაცია შეიძლება დაამყაროს ხალხთან და ყველა კატეგორიის ადამიანებთან მიმართებით. ხო, ახლა მე ნიკას მრავალი წელია ვიცნობ და მეგობრობ მასთან და არ არის ის ჩემთვის როგორც ახლა იგი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ლიდერი არ საერთოდ არ არის ერთ ჩემი მეგობარი და თავიდან მომდე მის გვერდში ვდგევარ და ყოველთვის ვიქნებ. თუმცა რა ვინც ნიკას იცნობს და თქვენს მე მგონი ძალიან კარგად იცნობს. ძალიან კარგად ვიცნობ. კიდევ აფასებ მის ამ უნარებს, ხანდახან გამორჩეული უნარი აქვს, განსაკუთრებული გამორჩეული უნარი ყველა კატეგორიის ადამიანის, არა მხოლოდ პირით გეტყვით, უფრო მეტად მის არამომხრეებთან და უფრო მეტად იმ ადამიანებთან ურთიერთობის და კომუნიკაციის, ვინც საქართველოში დღეს იმყოფება საკუთარ თავზე გამომიცდია მისი საათობით დისკუსია მასთან, როცა ხდებოდა რომ რაღაც საკითხი მგონია რომ აი ესეთი აბსურდული ბრალდების ფონზე ნიკას დატოვება, აი ესეთი რა ვიცი, ციხეში წელიწად ნახევარი, კიდე 6 თვე, მერე 8 თვე რა ვიცი ხა ეს თვალში საცემია ხო და გასაგებია 2026 ხელისუფლება დეკემბერში თუ ამას გადაწყვეტს ხელისუფლება ბოდიშ დიანა დავამყარო თუ ამას გადაწყვეტს ხელისუფლება ეს უკვე თვალში საცემი იქნება რომ მორიგ ჯერზე არ უნდათ რომ ნიკას მსგავსი პოლიტიკოსი იყოს პოლიტიკურ ველზე და ცდილობენ ამის საქმის იზოლაციას და ხვალ მოვისმენთ რა პირველ საათზე არის განაჩენი შეიძლება ხოლმე გამოაცხადოს მოსამართლემ შესაძლოა გადადოს და უკვე შემდგომ პროცესზე გამოჩნდება მე ვიმედოვნებ კიდევ ერთხელ ყოველთვის იურისტის
ასე ვთქვათ, ამპლუიდან ამოვდივარ და ვიმედოვნებ, რომ აი სასამართლო მანდამაინც სადამსჯელო ინსტრუმენტად არ გამოიყენებს აი მორიგ განაჩენს ნიკასთან მიმართებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე შეეხება სასამართლოს შეურაცხყოფას და არ უნდა გამოვიდეს ისე რაღაც შურისძიებით არის ანთებული, თუნდაც გამომწყნებელი განაჩენის თვალსაზრისით დადგომის შემთხვევაში მოსამართლე, როდესაც მით უმეტეს მისი კოლეგის შეურაცხყოფაზე არის საუბარი. ხო ხტებით არ რაზე ვსაუბრობ. კი ბატონო, გიორგი დაველოდოთ, მივადევნოთ თვალყური. დაჯის ინსტრუმენტად და კიდე პატიმრობის განხორციელება. იმედი ვიქონიოთ, რომ მორიგ ასე ვთქვათ დეკემბერში მაინც შეძლებს ის თავისუფლებაზე ყოფნას თუ საბოტაჟის საქმე არ ამოიქოქა. გააგრძელებს მის. ნუ ის საბოტაჟის საქმე დიანე ნახეთ როგორ არის რაღაცა იყო ძალიან გააქტიურებული, ფაქტობრივად ან ისტერიაში იყო მთელი ეს პროცესი. კი, ჩვენ ყველას გვეგონა, ადვოკატებსაც გეგონათ, რომ აი აგვისტოს დასაწყისში იქნებოდა განაჩენი. იმიტომ რომ არაფერს არ ითვალისწინებდა სასამართლო. ნუ წარმოიდგინეთ ყოველდღიურ პროცესები, ადვოკატების გაძევება ერთი ხელ არ გამოცხადების გამო, პროცესების დახურვა, შუამდგომლობის არ შესმენა, ნუ რა გითხრათ ახლა, აი იყო მოტივირებული სასამართლო იმაზე, რომ მაქსიმალურად შემჭიდროება და დაემთავრებინათ. უცბად რა მოხდა? გადაიდო შემოდგომისთვის, ჯერაც არ ვიცით, აი როდის და თარიღი როდის იქნება. გესმით? რაზე მეტყველებს ეს? კი ბატონო, ვიღაცამ პულტით ააჩქარა, შემდეგ შეანელა. უცხო თვალისთვისაც ხო აი თვალში საცემია ახლა. კი ბატონო, ეს დინამიკა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ნიკაზე თავდავსხმელი პირი რო 2 წლის წინ რომელიც გამოძიება დაიწყეს და 2 წლის მერე გააქტიურეს, ესეც ხო თვალში საცემია, რომ რაღაცა მიიღეს დავალება და ამიტომ გააქტიურდა, თორე ვის ახსოვდა ეგ საქმე? კი ბატონო. რომ ვის ახსოვს ეგ საქმე, საერთოდ და ვის აინტერესებს ეგეთ საქმეები საერთოდ. თუმცა ნუ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ხვალინდელ პროცესს. მადლობა დიანა, რომ ინტერესდებით, რომ ასე კიდევ ნიკასთან მიმართებით. კი, აუცილებლად ყოველთვის. და მადლობა და ხვალე დაველოდებით, მაინც ფრთხილი ოპტიმიზმით განაჩენს. კი ბატონო, ოპტიმიზმი არ არის ცუდი. გიორგი კონდახიშვილი იყო